Aslam tamam sukhra mamghara Dada karga isse rogort kishaz bashi Agar gashraim ismarats ramlit varshi Dada karga isse rogort kishaz bashi Agar gashraim ismarats ramlit varshi What's never budi which karadi nakhlas ჩვენ ახლა ვიმყოფებით მთიულეთში, ხადას ხეობაში. ჩვენი ქალბატონები მთიულები გახლავან, რომლებიც 1952 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქ ვლადიკავკაზში, ორჯონიკიძეში, რომელსაც ინგუშები უწოდებენ ბურუს. მე მინდა გკითხოთ თქვენ ქალბატონებო, როგორ პირობებში გადასახლდით? Am dros 1952 წელს ყველა ინგუში თითქმის უკვე გასახლებული იყო თავის სამშობლოდან. მინდა რიგრიგობით გავქცეთ პასუხი, რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ერთთან? თქვენ რომ ჩახვედით იქ ვლადიკავკაზში, იყო თუ არა დარჩენილი იქ რომელიმე ინგუში ოჯახი? და თუ არ იყო, მაშინ როდის მოხდა თქვენი პირველი შეხვედრა ამ ხალხთან? Machine is გვაინტერესებდა როგორები არიან ინგუშები. აი გვაინტერესებდა რა ნერები არიანო. ხოდა უსმენდით იმათ ლაპარაკს. და რა ვიცი. გახსოვთ მათი დაბრუნება, ხო? კი, როგორ არა. და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბევრნი იყვნენ ვინც ვლადიკავკაზში დაბრუნდა? იყვნენ ქართველებმა, ვინც ცხოვრობდნენ ქისტების სახლებში, ვინც შეცხოვრდნენ არა, ქართველებმა დაუთმეს ის სახლები. და ისინი ფასს არ აზოგავდნენ, ჩემი სახლი დაგუთმეო. და ოსები არ აძლევდნენ, არ დაუთმეს ოსები. აი ხო ეგ იყო, არ გახსოვთ კარგად? მე კარგად მახსოვს. ოსემ არ დაუთმეს. მე ეგრე ვიცი, რომ ოსებ შესახლებულები იყო ეგ ხალხი, სულ ეგე მოხდათ. საქონელი როგორ დარჩა ეგ სახლები, ვეში რამე. ზოგი ცი როგორ გავდიდა. ქისტებს ეგრე დარჩა. ხო და მე რო დაბრუნდნენ, არა, სახლებს თხოვლობდნენ და ქართველები ვინც იყვნენ, ყველამ დაუთმო. ოსემა არა. ისე შესახლის ხალხი მაშინ. ძალიან ისე. და ეხლა იმის შემდეგ არ ვიცი. ბევრი დარჩა, ბინა იმ ხალხსა, სავსე სახლები დარჩა. აი ეს არაფერი ვერ მიქონდა. მე გაიტან გამაიტანეს. ეხლა ეგრე ხორი იყო, ეხლა ცოტა იქარი. როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება ინგუშებთან, ანუ როცა დაბრუნდნენ, ხო? რა ურთიერთობა გქონდათ, მეზობლობა, მეგობრობა თუ აი როგორ გაიცანით ეს ხალხი? ძალიან კარგი, მე მყავდა ცუროვები, ძალიან კაი მეზობლები. დანდობილი ხალხი იყო. რითი განსხვავდება საერთოდ მათი ყოფითი ჩვეულებები ყოველდღიური ცხოვრება თქვენგან? როგორ ზრდიან შვილებს? რა მოგწონთ ყველაზე მეტად მათ ცხოვრების წესში და რა არ მოგწონთ? კაცრად, რო ცუდი არაფერი არ გაკეთებული იყო. აი ეს ცუდი კინოები არაჩვენებდნენ ქისტები. და ახალგაზრდობას არ ენახვა ეგეთი კინო, რომ როგორც არ შეიძლება ტიტველები და ისენი. არ უყვარდა ეგეთი რამ. აი პატიოსნობის მხრიდან უფრო მაგათში უფროსებს პატივსაც სცემდნენ ძალიან. და აი ქმები ეუბნებოდნენ თავიანთ ცოლებს. დედაჩემს შენიც პატივი, მერე შენ რომ მოხუცდები და შვილები და რძლები გვეყოლება, მე შენ დაგაბძანებ, ცალკე ოთახში ყავდა დედები და ულიდან რძლები კარკა. პატივს სცემდნენ უფროსებს. აი მე გვიცი. ხოდა მერე აი ცალხელა რო ეყავდი
ის მოუკვდა ის ქმარი ავარიითად თურმე ხვეწება ოღონდ შენ დედა ჩემს პატივიეც სადამდე შეიძლება და მე შენ რო და მე ჩემ შვილებს დავავალდებულებ რომ აი ეგე დაგაბძანონ ცალკე ოთახები ჰქონდა შობლებს და გულიდან ძლებს უყვარდა ქართული ენა და ეუბნებოდნენ თავის შვილებს რომ იცოდეთ ისწავლეთ თუ კი როგორმე შეგეძლებათ უჟე ქართველებთან უფრო კარგა იყვნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ოსებისაგან რო ეგ მიიღეს ვერ მოვიდნენ ვერ ეწყობოდნენ ეს ეხლა როგორი კავშირი გაქვთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ? შემორჩა ეს კონტაქტები თქვენი იმ მეზობელ მეგობარ ინგუშებთან თუ ყველა დაკარგეთ? ეხლა რომ ჩემი მეზობელი ვნახო დიდი სიამოვნებით სიხარულით მივიღებ ეგრე ისენიც მახსენდება მაგალითად დედა დაეღუპა ცუროვი ახმედ ცუროვი იბრაგიმი ძმები გოგოს ლუვა ექვინა ეს ნაზარაში იყო გათხოვილი დედა დაეღუპა დიდი სიამოვნებით იმათ სახშიც მივიღებ და ისენიც მიგვიღებენ ეგი კარგა ვიყავით 52 წლიდან 1952 წლიდან 91 წლამდე ვიცხოვრე ქისტებთან მაგ ხალხთან მე ვსწავლობდი აი ჭრაკერვის სკოლაში სალამიქ ვიყავ მე დიდი ხანია წამოსული ვარ იქიდან აქ გამოთხოვილი და ჩემთან დადიოდნენ სამი გოგო ქისტები ძალიან კარგები ძალიან კაი გულის ხალხი მოკლედ მეტი შეიძლება და რო დამინახავდნენ მივიდოდი გამოიქცეოდნენ გადმომეხვდნენ ქართველებთან კარგა იყვნენ ძალიან კარგად იყვნენ ქართველებთან ისენი რა გვიყვარდა ერთი მეორე ძალიან დიდი მადლობა თქვენი მონათხრობისთვის, თქვენი მოგონებების გაზიარებისთვის. გეფერებით და სამივეს დიდ მადლობას გეუბნებით. ფარავდეთ ღმერთი. აი ბედი და სიხარული მოგწეს კარგად იყავით შვილი კარგი დიდი მადლობა გწყალობდეთ. დიდი მადლობა ჩვენც შენზე რომ აი ეს გინდა რომ ყველა ისგან კარგება გესმოდეს და კარგი ხმა გქონდეს ყველა ქისტებს მოუყვებიო მოვუყვები აუცილებლად. ერთი